მოგესალმებით მეგობრებო, თავიდან დავიწყე გუშინ ჩამოვედით ჩარმელ შეიხში და ესეთ არაჩვეულებრივი გარემო აქვს და მართლაც ყველა ძალიან ბედნიერია, ვინც გადაწყვიტა და თავის თავს მიცა ამის უფლება და ეხლა დღეს დილას მინდოდა ზუსტად ამ თემაზე მესაუბრა. როდესაც პირველად ეს სხვა დროსაც გამახსენდა ხოლმე ბევრჯერ ეს ამბავი, როცა პირველად დავიწყე სიარული ესე ერთ-ერთი პირველი ტურის დროს ერთ-ერთი ჩემი მეგობარი მეუბნებოდა რომ არა მე ვინ გამომიშვებს სამსახურიდან უკან 14 წელი შვებულება არ მგონიაო და ბევრჯერ გამიხსენებია ეს ამბავი, იმიტომ რომ ძალიან ისეთია რა მიმანიშნებელი ბევრ რამეზე. ხო და მე რაღაცა წავიმუშავეთ ამ თემაზე რომ მიგვეცა საკუთარი თავისთვის ამ სიამოვნების უფლება და ბოლოს როგორც იქნა რომ გაბედა და დაწერა განცხადება გამიშვითო. უფროს მე იკითხა ამ ადამიანს, ეს ადამიანი ესეთ შეუცვლელი თუ არისო და თუ მის მეც არავის შეუძლია ამ ფუნქციების შესრულება, ჯერ ერთი დაუნიშნეთ ვინმე ვისაც ასწავლისო და მეორე ხელფასი მოუმატეთო და მოკეთ კიდეც გამოუშვეს და ხელფასიც მოუმატეს. კიდე ბევრი იყო ესეთი შემთხვევა, ოჯახიდანაც ერთ მაშინ ბაკურიანში ვიყავით, ერთ-ერთ ჩემს უკვე მეგობარს რაღაც მსმენელი უკვე მეგობრობთ, სულ გავინგრ ინტერნეტმა. ხო და ვუთხარი ჩამოდი მეთქი, ესა ქვია. რა ხდება მარიამ? ხო, ჩამოდი მეთქი და მალე გამოჯამრთელდები უფრო ჩვენთან ერთად. ხო და არაო აბა მე ვინ გამომიშვებსო მეთქი კაცო. შენ თუ გამოვიშვებ შენ თავს მე გამოგიშვებ. ცოტა თავის თავში ცოტა გადაახარშა რაღაცები და ჩამოვიდა ბაკურიანში და მე ბარსელონაშიც კი წამოვიდა მაგის მერე და ამალფიზეც წამოვიდა და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი რა ჩვენ ცხოვრებაში ხდება ან არ ხდება, ჩვენი საკუთარი გადაწყვეტილება არის, უფლებას ვაძლევ მე ჩემს თავს და რის უფლებას არ ვაძლევ ჩემს თავს. აი ეს არის ჩვენი ავან-ჩავანი, ვინც მიცა უფლება, ხა ბევრს უნდოდა ეგვიპტეში წამოსვლა, ზოგმა მიცა ამის უფლება თავის თავს, ზოგმა ვერ მიცა ამის უფლება თავის თავს. ზოგმა დიდხანს იფიქრა და ბოლოს რო დამიკავშირდნენ ბილეთები უკვე გაძვირებული იყო, რომ მთელი ტურის ფასი ღირდა, რაც ჩვენ თავიდან ტური გვქონდა, რა ფასადაც გვქონდა გამოცხადებული. ხო და მოკეთ გუშინ ჩამოვედით, ახლა დღეს პირველი სესია გვაქვს, აი აქ ეს არაჩვეულებრივ სანაპიროზე. ხო და პირველი სესიის თემა ზუსტად ეგ არის, როგორ მივცეთ კიდევ უფრო მეტის უფლება საკუთარ თავს, როგორ ვიყოთ უფრო ბალანსში, ჰარმონიაში სამყაროსთან, საკუთარ თავთან და აი როგორ შევიგრძნოთ რაღაცა ფუფუნების ელემენტები, როგორ შემოუშვათ ჩვენ ცხოვრებაში ფუფუნების ელემენტები, ჩვენი გოგოების ნაწილი აგერ აქ არის. ეხლა გამოვედით სანაპიროზე და მე მთელი გულით, იმიტომ რომ ჩაირთო ისევ. კი ბატონო და აი ბოლოს მინდოდა მესურვებე, იაკლემები სამყარლები. მინდოდა მესურვებინა თქვენთვის ყველასთვის, რომ ყოველ მომდევნო დღეს მიცეთ იმაზე მეტის უფლება საკუთარ თავს, ვიდრე აქამდე აძლევდით. მეტი კეთილდღეობის, მეტი ჯანმრთელობის, მეტი სიამოვნების, მეტი ურთიერთობების, მეტი დასვენების, მეტი მოგზაურობის, მეტი წარმატების, მეტი სიყვარულის და ასე შემდეგ. ეს მინდოდა თქვენთვის მესურვებინა აი ამ არაჩვეულებრივი ადგილიდან. მართლაც რავი, მე რომ მოვდიოდი, ვამბობდი რომ кайფ ხე ეგვიპტეში ერთხელ წავალთ მეთქი და მეტად ალბათ აღარ მომინდება, მაგრამ ნამდვილად მომინდება კიდევ ჩამოსვლა და ნამდვილად წამოგიყვანთ, ვისაც სურვილი გექნებათ. ეხა უკვე უფრო თამამად, იმიტომ რომ უკვე მეთქი ნამყოფი ვარ აქ, უკვე ვიცი ბევრი რა, მაგერ ჩვენები მოდიან კიდევ. და უფრო თამამად შემიძლია შემოგთავაზოთ ის, რაც უკვე გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე. აბა ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას აი ამ ფირუზისფერი სანაპიროდან და ფირუზისფერი და ქვიშისფერი სანაპიროდან.